Salam dostlar, UFC 317. გამარჯობა. დაუბრუნდით ბაქოს კარდის შემდეგ. მე აქ ვიყავი და მოვედი ჩაწერაზე. მე ჩამოვედი. სამხარად ჩამოვიდა. პირდაპირ ბაქოდან. ახლა პოდკასტ თუ უყურებთ. ლოგი ამის წინ იდება რა და აუცილებლად ნახეთ, ძალიან მაგარი ლოგი არის რა. ჯერ მე თვითონაც არ ვიცი ისე სიმართლე გითხრა, ამ პერიოდში ჯერ არ არის გაკეთებული. თუ გაინტერესებთ ჯამალ ჰილს რა სჭირდა როცა ოქტაგონზე ავიდა ნახოთ. ხო, აი ყველაფერს ნახეთ. ხალილ რანთრის გამოსვლა. ვისთან მოუწია ჩხუბი ოქტაგონზე გასვლა. კი ბატონო, კურტის ბლეიცის გამოსვლა, რიზვან კუნიევის გამოსვლა გინდა. რა ყველაფერი ფიზიევი, ბაჰამ, ყველაფერი. უამბეკოვი ოქტაგონის მე ოქტაგონის გარეთ სამხარა მცემა. შენო თავის შეყვარებულთან ერთად, იმიტომ რომ არ მოგვეწონა გადაწყვეტილება როგორც მოჩა. რობერი არია და ყველა რობერისო და ესეთი მოკლედ მეგობრებო ძალიან მაგარი ლოგიკელით. მოკლედ ივნისი რო დაიწყო ჩემო ძმაო, ივნისით ძალიან ისე ახტაცებული ვიყავით რა, იმიტომ რომ ძალიან მაგარი პერიოდი იყო ზოგადად ქართველებს ჩვენთვის. ძალიან კარგი კარდებიც იყო. ორი pay-per-view. ხო, ეგეც, მაგრამ ორი pay-per-view კარდი იყო, არის ჯერ არ ყოფილა ილიასი. ხო, ერთი იყო, ერთ თვეში რაც იშვიათი არის, რა, ორი pay-per-view კარდი იყოს. და ბაქოს კარდიც პლუს კიდე რომელიც მართლა ძალიან მაგარი გამოვიდა. და მაგას მოკლედ vlogs უყურეთ სერიოზულად. კარგ რაღაცას მაზავთ თუ არ გინახავთ რა და მოკლედ კარგად წავიდა ყველაფერი მერაბა მაგრამ ჩვენ მერაბმა გაიმარჯვა შინაორივით დაიცვა კამარი პირველი ფინიშით და ჩემით ორივე იმერლები ვართ ხო და ახლა მოვიდა უკვე 317-ის დროს International Fight Week-ი ძალიან მაგარი ჩხუბებით ილია თოფური არის headlineri არის ილია თოფურია Charles Dobronx Oliveira-სთან ძალიან მაგარი ჩხუბი მოდი ზევიდან გავყვეთ ახლა ხო რა ხო ეგრე მაინც ყველაზე მეტი მოდი ქართველები რომელ ქარზე სიჩხუბენ იმ ჩხუბით დავიწყოთ ხოლმე ნუ ხო ხდები ხა სტუდის კი მაშინ დავიწყოთ დავიწყოთ ილია El Matador თოფურია Charles Dobronx Oliveira-ს წინააღმდეგ ჩემს predictions თავიდანვე ვიტყვი მეგობრებო თუ სადმე შეგხვდათ მსგავსი სტატია ან რა ნებისმიერი აზრი დაფიქრების საშუალება თუ მოგეცათ ილია თოფურია გაიმარჯვებს მკვლელობით კი პირველი რაუნდის არა მკვლელობით რა არც ნოკაუტით არც საბმიშენ მკვლელობით კი და ძალიან მიტყდება სიმართლე გითხრა ოლივეირა რომ შერჩა რა ხელში და არა მახაჩევი რა იმიტომ რომ ოლივეირა ძალიან ბევრს უყვარს და მათ შორის ჩვენც რა აი აგერ ტელეფონისაც გაგწმა თაუშენაი ხო აი ეს კაცი кейსით დაატარებს ოლივეირას ხო და მოკლედ ძალიან მაგარ ჩხუბს ვექ და ცოტა რომ გავშალოთ რა რას მოელი როგორ მოელი ოლივეირასგან მოკლედ ილია თოფურია დღემდე ვფიქრობ მე და ბევრჯერ მაქვს ნათქვამი აქამდეც რომ ყველაზე დიდი სუპერსტარია ჩემთვის ორგანიზაციაში ამ დროისთვის lightweight-ის ტიტულის მოპოვება უფრო მასშტაბური იქნებოდა რა თქმა უნდა ისლამ ახაჩევთან მაგრამ Charles Dobronx Oliveira-სთანაც ამ ტიტულის მოგებას პატარა ფასი არ აქვს რა. მით უმეტეს ყველაზე მეტი ფინიში აქვს ამ ადამიანს UFC-ში. მოპოვებული და მილიონს აჭარბებს ბონუსების რაოდენობა რაც მიიღო ამ ფინიშებისგან და ზოგადად ჩხუბის მიერ რა ბონუსებსაც იღებდა Oliveira ამაშიც პირველი არის, ნომერ პირველი. ესე უშუალოდ სტატისტიკურად თუ ავიღებთ. თვითონაც ნუ უბრალოდ უარს ვერ იტყოდა ეხა სარუკიანთან ჩამოდიოდა კონტენდერი იმდენად აღარ იყო რეალურად სარუკიანს რო არ ჩახსნილიყო სარუკიანი მახაჩევთანაც იჩხუბებდა და ოლივეირა შანსი მიეცა რომ ისევ კამარაზე გაიბრძოლოს მაგრამ ოპონენტი შეხვდა ყველაზე უხერხული ჩემი აზრით ძალიან ცუდი კი ანუ ჩემი აზრით მახაჩევიც ალბათ მოუგებდა კი და მოუგებდა აუცილებლად ოლივეირას რემატჩი თუმცა უფრო უხერხული ჩემი აზრით და უფრო ბრუტალური თოილია არის რა მისთვის რა ჩემი აზრით იმიტომ რომ შეიძლება ეხ მახაჩევმა რაღაც მოუქნიოს ის რაღაცა მაგრამ ძირითადად უფრო გრაუნდ გეიმი არის მახაჩევის და ილია არის მართლა მკვლელი და მით უმეტეს ახლა ამ წონაში რო უყურებ ეხ კემპის ვიდეოები რაც ვნახე ძალიან აი ჯერ რეკორდზე ხელების სისწრაფეში და რაღაც და მასიური ძალიან და აი ძალა და ყველაფერი ადგილზე არა როგორც ილიას უყვარს თქმა on point ყველაფერი ყველაზე დიდი უპირატესობა ილიას რაც აქ ამ შემთხვევაში რეალურად ჩარლზის სისტემი არის ის რომ დაცვა არ აქვს მოწოდების სიმაღლეზე და ყველა მის დოგფაითერი ანუ ატარებს და თვითონაც ურტყამს მაგრამ არ მოხვედრია ჯერ ისეთი დარტყმა რა
ჩემი აზრით და ილიაც მგონია რომ სულ სხვა მებრძოლი იქნება. კი, ზუსტად. ოქტაგონზე როცა შევა და არ იქნება featherweight-ის ილია. ხო, ოღონდ ერთი რაღაცა არის სათქმელი, როგორც ჩვენ თქვი ხა ფასზე, მე ცოტა ისე ვიტყვი, რომ არ არის ოლივეირა, ანუ ეს ბრძოლა ისე არის, რომ გადაწყვეტილად აი რაღაცა მოგებული აქვს ილიას რა, ანუ საშიში არის მაინც ოლივეირა რა. ყველანაირად გინდ საბმიშენები აიღე ყველაფერი რა. კინზო ფოტოლო. ფოტოლო. featherweight და lightweight შორის 10 პაუნდი რამდენი არის? 5-6 კილო ალბათ. სადღაც ეგრე რა 5-6 კილო. და მოკლედ ოლივეირა მაინც რაც საიდანაც არ უნდა შეხედო, ჩემთვის 100% ილია არის რა თქმა უნდა უპირობოდ გამარჯვებული უბრალოდ მაინც ესე ფურცელზე ოლივეირა ძალიან საშიში არის მაინც რა. გინც საბმიშენები აიღე, ხელსაც იქნევს მოკლედ და თან რო გაარტყავ ხელს კი ბრუნდება, მაგრამ ილიას ხელის მე რამდენად დაბრუნდება. არა, ყველობით მე დარწმუნებული ვარ. მეც დარწმუნებული ვარ, რომ ალბათ პირველ რაუნდში დაამთავრებს ილია ყველაფერს რა. ხო, მეც მაგას ვფიქრობ რეალურად, რომ მაქსიმუმ მეორე, მაგრამ პირველ რაუნდში შეიძლება ილიაზეს გადაწყვეტილად პირველ რაუნდში მოგება არ უნდოდეს, მაგრამ ამ დამუშავების პროცესში რომ მოუნდება, რომ 1-2 მოარტყას შემოეთიშება. ხო, ნახე კიდე რა არის. ილიას კი არა და ჩარლს მოკლედ ესეთი რაღაც უყვარს რა. ხელს რო გაარტყავენ ნოკდაუნში კი ვარდება, მაგრამ თან თვითონაც ეხმარება თავის. ანუ არ ეწინააღმდეგება, რომ ფეხზე დარჩეს რა, ანუ ჩადის ქვევით. და მაგ დროს, ანუ რო ჩადის მე და რო ჩამოყვება ოპონენტი მე მაგას ყველანაირად ეჩალიჩებ რომ სამიშენი გავგეს და ილია თუ ჩაყვა იქ მორჩენილია აი შეიძლება ახლა ხელობა გამოვიდეს რასაც ვიტყვი მაგრამ რაიან ხოლთან ჩხუბი რა რაიან ხოლი ძალიან მაგარი ჯიცერი არის და სამიშენი ხო ანუ მთელი ჩხუბი ამ როლოვერებს აკეთებდა რომ რამენაია ჩაეყვანა და ილია არ ჩაყვა არც ერთხელ და სადაც ჩაყვა დაასრულა ჩხუბი ხო ზუსტად მუშტები ურტყა ground and pound-ში მაგრა დააზიანა და ისიც გათიშა რა ანუ იმიტომ არ გავჩერებია საჩხუბი რო თავს ვერ იცავდა რაიან არა გათიშა ანუ აღარ ვარგოდა ხელი ქონდა ესე გადახვევა ხო თვალები რა ის ზუსტად იცვა რა იგი ასკოდა იპოსტა ხელი ეს გადახვევა მაგრამ აი რავი პირდაპირ ვიტყვი ამას რომ როგორც ჩარლს ოლივეირა ასევე დასტინ პორიე ძალიან სასიამოვნო საყურებელი იქნება ილია თოფურიასთან მაგათი ჩხუბი ორივესი და უდიდეს რესპექტს იმსახურებენ, უდიდეს პატივისცემას იმსახურებენ ჯერ მარტო იმიტომ, რა სანახაობის ნახვის საშუალება ჩვენ მოგცეს და რა სანახაობაც გვაჩუქეს. მაგიტო ვიყვარს ორივეს ახლა დასტინზეც ვგეჯდებით და ჩარლზეც. მაგრამ ლეველებია უკვე ამ თამაში და ილიამ ვულკანოვსკისთან ჩხუბამდე თქვა, რომ ახალ თაობას წარმოადგენს და მაგას ანახებს ჩემი აზრით ჩარლზსაც და გაუშვებს გეითკიპერად. და ისე პორიეს რადგან შეხე შენი აზრით პორიე უფრო ან გარიშ გასაწევი ძალა იქნება ილიას თუ ჩარლს. ჩემი აზრით პორიე უფრო დაცვის. ჩემი აზრით პორიეს და ილიას შორის ჩხუბი შევა UFC-ს top 5 ლამაზ ბრძოლას შორის. კი, აი ფეხზე stand-up ბრძოლა იქნება რაღაც სასწაული. უბრალოდ რა თქმა უნდა ილია გათიშავს მერე, მაგრამ გაძლებით ვიძახი რა. აუ ძალიან მაგარი ბრძოლა იქნება, მაგრამ სანამ პორიე იქნება, მანამდე ჩარლსი არის და ჩარლსთანაც იქნება ჰოლოვეის. მithumetes გაბარიტებში საკმაოდ დიდი სხვაობა არის. ჩარლს აქვს ერთ-ერთი ყველაზე გრძელი ხელები ამ დივიზიონში. ერთ-ერთი ყველაზე გრძელი ხელები. ხალხმა დაიწყო მაგარი საუბარი და იმიტომ რომ პირდაპირ თვალში ხვდება რა, თვალშიაც ემის სხვაობა არის. გაბარიტებს შორის, მაგრამ რავი, მე მაგას შეცდომაში არ შევყავ, როცა ილიას ეხება ხო, აი ნახე, წვდომში აქვს ძალიან დიდი უპირატესობა, 175 აქვს ილიას და 188 აქვს ოლივეირას და ანუ წესით გეგმა რა უნდა იყოს, რომ დისტანციაზე დადგეს, ხო, მაგრამ დისტანციაზე ჩალზი არ დადგება არასდროს, ეგ მებრძოლი არ არის. წავა წინ, გამოიყენებს ფეხებს. უფრო მაღალ მებრძოლთან, უფრო მაღალ მებრძოლთან. რა, ჯაი ჰერბერტი ამაზე მაღალი არის, ბევრად კი ეხა ლეველებს არ ვადრი ოლივეირასაც და ჰერბერტისაც უბრალოდ. ხო, ანუ არ წარმოადგენს მისთვის ასე ვთქვათ დისკომფორტს და ჰოლოვეი რა პატარა არის ჰოლოვეიც ძალიან დიდი არის სიმაღლეში ილიასთან შედარებით თუნდაც და ხო ლაითი ჩაულებრივი და მაინც რა ვერ მოარტყა ვერ გათიშა თუ რა ანუ არა ძალიან მაგარი ბრძოლა იქნება რეალურად მაგრამ ყოველსვილი რაც არის ჩემი აზრით ჩამოაყალიბეს ილია აი ესეთ მებრძოლად რა ხო ჩალზე მაგალია 1.80 არის ჰოლოვეი ხო მაგრამ რეალურად ყოველს ცუდი რაც არის ესე ვთქვათ რეზიუმესთვის ილია ცუდი სანახავი რა ჩამოაყალიბეს ისეთ მებრძოლად რომელიც წმინდავს ლეგენდებს და ხო და ისე ბევრისგან შემხვდა სხვადასხვა კომენტარი რა უცხოელებისგან რომ
უკვე არ არის როგორი რაღაცა არ სხვა რაღაც სიძახნე ანუ უფრო ლეგასის ურტყავდნენ ილიასას რომ უკვე პრაიმს გადაცილებულ მებრძოლებს თიშავ მაგრამ აქ არის ერთი მარა რომ ვოლკანოვსკი რომელიც გათიშა დაბრუნდა და კამარი დაიბრუნა დიეგო ლოპეს მოუვოდა და ვერანაირად ვერ იტყვი რომ პრაიმში არ ყოფილაო მაქს ჰოლოვეის 4 მოგებიანი თუ 3 მოგებიანი სტრიკი ქონდა ჯასტინ გეიჯი გაანადგურა 5 რაუნდში და ერთ-ერთი საუკეთესო ნოკაუტი ქონდა და აგერ ჩარლზ ოლივეირა რომელსაც ვინ სტრიკი აქვს მოუგო რავი ბევრს მოუგო ძალიან ერთადერთი არმანთან წააგო ერთადერთი და ისიც ძალიან სადაა ანგარიშ გასაწევი ძალა იყო ნამდვილად არმანისთვის სიმართლე გითხრა ჩემთვის მოიგო ეგრე მოიგო ხო არა მაგრამ ორივე მხარეს შეიძლება ანუ არმანმა ვერ აჩვენა ის ჩარლს რასაც ილია აჩვენებს დომინაცია არ ყოფილა ხო ანუ ეგეთი ის რო განსხვავება ალეველებს შორის ამ ეტაპზე ეგ ვერ აჩვენა არმანმა და ჩარლსაც мотиваცია მისცა მაგრამ ჩემი აზრით კი ზუსტად ამიტომ მოკლედ ილია ჩარლზის უპირატესობას და აი გეიმპლენს რო ადგენს რა ტიპი არ ვიცი რა შეიძლება კონდეს ჩარლზი იმიტომ რომ ყველგან მგონია რომ აჯობებს ქვევითაც გრეპლინგშიც ჭიდაობაშიც ტრიპებშიც აქცევაშიც ფეხშიც ბოქსშიც რა ყველაფერში მგონია რომ აჯობებს ერთ-ერთი ავი კლინჩი შეიძლება გამოიყენოს მაგრამ ნაკლებად ხო რადგან სამომავლო გეგმებზეც ბევრი რაღაცა და ნუ მე 1000 თარ მაქვს დაშვებული ის რომ ილიამ შეიძლება ვერ მოიგოს ეს ბრძოლა და ამიტომ ნუ მაინც ლეგენდარული ჩხუბი გამოდის რა კარგი არა მაგარი ჩხუბი იქნება ძალიან სადამდეაც გაგრძელდება სანდრეს გაკაჩავს ჩალზი, კაი ჩხუბი იქნება ძალიან, იმიტომ რომ ჩალზიც უკან არ დაიხევს, ეგ მებრძოლი არ არის, რომ დადგეს და აი უბრალოდ უპარტყუნონ რა, ეგეთი თემა არ იქნება. და სამომავლოზე ხა 1-2 სიტუაცია, რო ვთქვათ, ილიასთვის 2 მეტოქე არის რა, პედიან ცარუკიანი, მაგრამ ცარუკიანი დამზღვევი მებრძოლი არის, მოკლედ ამ ბრძოლის და რავი, ეს უფრო იმას ნიშნავს, უფრო ცარუკიანი მგონია, რომ შეიძლება შემდეგ იყოს თუ კამრის დაცვას გადაწყვეტს. მე ეგრე არ ვფიქრობ, იმიტომ რომ ცარუკიანს, ნუ როგორც თქვეს, მაშინ უნდა აჩხუბონ იმას. არაბათილებს ვითომ ეს დამზღვევი მებრძოლად. არანაირად არაბათილებს. იმ ხელ იმითი ჩააყიდო და იმ ხელა მოლოდინი იყო მაშინ. მერაბის და უმარის ხარჯზე რომ ისლამი და ცარუკიანი უნდა იმ ხელა ჩაშალა რა ხო რა ივენთი ჩაშალა და იმ შეაგნო რენატოვანი მოიგანა რომელიც კიდე კაი მერაბი პედიპი მლედი იზიმანი დე ჰუკერი იზიმანი I don't want bullshit fights და ისლამ ახაჩევთან და კაცი ცოდო არ არის ხო რა არ შეიცოდა რა რავი ფაინალოსთან ეგრე მაშინ მე მგონია რომ ცარუკიანი ძალიან მაგარი ჩხუბი ხო ეგა არა რეალურად კონტენდერი მაგრამ პედის ისე ფუშავენ რომ შეიძლება გეიჯი მიცენ და პედი გაიყვანონ პირველი ხამარზე და რეალურად ყველაზე ეს დაიცავს და მე ილიაზე ვიწავა ჩემი აზრით ჩხუბები იყო ჯონსი ასპინალი იმიტომ რომ ჯონსის ლეგასი ასპინალის აი მაგაზე მივალთ მე ბოლოში მაგაზე უბრალოდ სხვა კონტექსტში ვიძახი რა მე არის ალბათ ილია მახაჩევი იმიტომ რომ ეგეც ნუ ყველაზე საინტერესო მაგრეგორი ხაბიბი ორი არის ხალხისთვის და მესამე ჩხუბი არის ჩემთვის ეგეთი აი ბესტსელერი რო შეიძლება დაარქვა ილია ბექსტორის გამო რა ეხლა ესე რო აიღო მებრძოლი საერთოდ დიდად არ არის საინტერესო მაგრამ ბექსტორი არა არის პედიმაც მოიხვეჭა სახელი უკვე რა ეგნე მგონია მაგრამ იცი რა არის ხო ბექსტორი არის მთავარი თორე ეხლა ყველამ კარგად ვიცით რომ ეხლა პედი მაღალი დონის მებრძოლი არის უკვე მაგრამ ეხლა ჩენდლერის მოგება და თან მაშინ პედი არის ჩხუბი ილიას იმიტომ რომ არაფერს დაუნწევსო შენთან ბრძოლა და ეხლა ვინ სად არის კარგად ვიცით ხვეწება ტიპი რომ კამერზე იჩხუბოს ილიას და ამის წონაშიც კამერს იგებს უკვე ხო და რავი ილია პედიც მოკლედ კარგი იქნება და მოკლედ ილიას გამარჯვება უპირობოდ რა თქმა უნდა შეგვიძლია რომ გადავიდეთ შემდეგ ჩუზა იმიტომ რომ განსახილველი მეტი არ არის არაფერი პანტოჟა ფრანსი პანტოჟა კაი კარა ფრანსი ბუცები მოვიხილავ მოკლედ მიდი პანტოჟა რომელმაც საბოლოოდ მიაღწია და მიადგა თავის პრაიმს და განდევნა ეს ფიგერედო მორენოს ტრილოგიები, კვადროლოგიები და კვინტოლოგიების ყურება რო არ გვიწევს მადლობა პანტოჟას და იმდენად გაწმინდა თავისი დივიზიონი უმსუბუქესი წონა ხო უმსუბუქესი წონა იმდენად გაწმინდა რომ ჯერ ასაკურასთან აჩხუბეს კაი ასაკურასთან ხო დებიუტი title fight-ზე ქონდა და რავი არ არის რა UFC-ს არ შეშვენის ეგეთი რაღაცა რომ მოყავს რიზინიდან ვიღაც და ეგრევე იქაჩვევა პროსტა იმდენად ჩემპიონიც არის ხო იმდენად გაწმენდილი აქვს პანტოჟას თავისი დივიზიონი ეხა კაი კარა ფრანსაც რეალურად
კაიკარა ფრანსი ხო ძალიან ერსექს მოუგო და ერსექ მანამდე წაგება ჰქონდა ალბაზისთან. ალბან ვინმე აჩხუბონა თემა არის. ეგ არის რა, რომ ვინმე ახალი და რო არ იყოს ისეთი ვინც უკვე მოუგო, ვისაც უკვე მოუგო პანტოჟა. საინტერესო კონტენდერი შეიძლება გამოჩნდეს. Flyweight-ში ძალიან მალე გამოჩნდება საინტერესო კონტენდერი. ვენია ერთ-ერთი. ტაც ბევრი მოდის რა. ძალიან ბევრი მოდის. იაპონელები ჯოშუა ვინი, რა თქმა უნდა. ხო, ტაცროტაირაც მაგარი არის. ტაცროტაირაც მაგარი. ალბაზიმ უბრალოდ დათმო ერთი ბრძოლა და მორენოსთან და მაგიტო იყო ეგეც პროსპექტი, მაგრამ დათმო რა ბრძოლა. კაპემ რა არა გააკეთა. კაპემ ძალიან ცუდი რაღაც გააკეთა. კაპეს რეკორდი აქვს ბრძოლებზე ჩახსნის უკვე და რავი თუ არ გააგდებენ ეგეც გამიგვირდება რა ასე მოგეკითხა. მოკაევი გააგდეს. ბიჭო, მოკაევს ხო რა, მოკაევიც გასაგდები იყო, რომელიც მოსაბრუნებელიც აღარ არის, მაგრამ აი კაპეს ნაირი ტიპი, რომელიც შლის ესე ბრძოლებს ინტენსიურად, წესით გასაგდები არის რა. ხო, პანტოჟას მოგებას ვფიქრობ, როგორც მიგიხუდი. მე პანტოჟას მოგებას ვფიქრობ და კონკრეტულად გეტყვი რომ გადაწყვეტ. ანუ მეც მაგას არ დამთავრდება ეს. და ფრანსის მოგებას თუ მოგება განიხილება ალბათ ნოკაუტით უნდა წაიღოს. ისე როგორი ნოკაუტის ალა, კაიკარა ფრანსს ძალიან მაგარია. ძალიან მოტივირებულია სხვათა შორის. წაგება აქვს უკვე ერთი წააგო პანტოჟასთან და იმის შემდეგ იძახის რომ ძალიან გასტილი ვარა და ხო, აი პანტოჟას ორ-ორჯერ აქვს მოგებული ხტიბებისთვის რო ჩაყვერა მორენოსთვისაც. მორენოს ვაფშე მე მგონი 3 მოუგო. და როივალთან ორჯერ აქვს მოგებული, აგერ ფრანსთან ერთხელ აქვს და მეორეჯერაც ჩემი აზრით მოიგებს რა. და მოკლედ ფლაივეის ჭირდება რა. ახალი სისხლი ჭირდება. რო ჩავიდეთ ახლა რა, აი ამ ბრძოლის დამზღვევი ბრძოლა არის, აი როგორც იყო, ხო იცი მახაჩევი მოიკანოს თემები და რაღაცა. აი ეგეთი დამზღვევი ბრძოლა არის როივალი ვენი. და თუ ორივე მებრძოლი, აი შევლენ ჯამრთელები და ასე შემდეგ, ნუ როივალი კაიხანია გადის უკვე კემპს, იმიტომ რომ კაპესთვის ემზადებოდა, როგორც თვითა კაპე ჩაიხსნა. ჯოშუა ვენისთვის არის ძალიან ახლო ბრძოლა. ძალიან ახლო ბრძოლა არის იმ ბრძოლიდან, როცა იჩხვა ბოლა, ეხლა წინის კარძე იჩხვა. სამას მერაბის კარძე იჩხვა. მერაბის კარძე იჩხვა, კი ბატონო, კარგად მოიგო. მაგარი მებრძოლი არის, უბრალოდ მე მგონია რომ მაინც ჯერ ადრე არის როივალისნაირი მებრძოლი მისთვის, იმიტომ რომ პირველი რო ავიღოთ როივალი ფეხზე საკმაოდ კარგი არის. ტაცროტაირას რო შეხვდა, ტაცრო არის ძალიან მაგარი მებრძოლი, უმაგრესი მოჭიდავე. პირველი მარცხი აკემა. კი, პირველი წაუგებელი იყო მაშინ და ერთ-ერთი ტოპ კონტენდერი იყო მაშინ ტაცრო და ფეხზე რა უქნათ, ანუ უბრალოდ ეგ ბრძოლა 5 რაუნდი ნახეთ, არის აი ძალიან მაგარი ბრძოლა, ერთ-ერთი საუკეთესო ბრძოლა ფლაივეიჩი რაც მინახავს. და როივალმა აი ყველაფერი უქნა, 2-2 რაუნდები იყო და მეხუთე რაუნდში ისე ცემა რომ რავი რა, უკვე მერე ჭიდაობას გაუფუჭა და მოკლედ გრეპლერიც მაგარი არის. სულ საბმიშენზე უტევს მიწაზე თუ წავა ბრძოლა როივალი, ძალიან გამოცდილი არის, ფეხზეც ძალიან მაგარი არის. ვენის გრეპლინგი არ გვინახავს პირდაპირ თქვათ, მაგრამ მე მაინც უფრო სტენდაპ მებრძოლა და წარმომიდგენია უფრო ვენი და უბრალოდ ბრძოლიან ხუმრობებს. ხო, სტენდაპერი. ხო და მოკლედ ჯოშუა ის არის რომ მოკლედ ძალიან შორტ-ნოტისი არის ჩემი აზრით და თან ფავორიტი არის, ეგეც მიკვირს. შორტ-ნოტისი არის ახალგაზრდა ძალიან და გამოცდილება აკლია რა. თან ეგლემალეც არ მოუგია ბრუნო სილვასთან. ხო, მესამე რაუნდის ბოლო წუთში მოუგო, ბოლო 1 წუთში მოუგო. მახსოვს ძალიან ცუდად. ძალიან სწრაფია, ძალიან მაგარი სტრაიკინგი აქვს ჯოშუანის და მართლა სანახაობრივი ჩხუბი იქნება, უბრალოდ სამწუხაროდ ხშირად ხდება ესე რომ ნუ ძალიან გამიხარდება რეალურად. ხო, ანუ ძალიან გამიხარდება რეალურად ჯოშუანი თუ მოიგებს ამ ბრძოლას. უბრალოდ რეალურად რო შევხედოთ, ბრენდონ როივალს ყველანაირი უპირატესობა აქვს, თუმცა ჩხუბში მცირედი ანდერდოგი არის თან ამასთან ერთად როივალი. უბრალოდ ძნელია რა ზდუნებას არ აყვე, როცა ესეთი კარგი შანსი. პირველი კონტენდერი ჯოშუა ვანისთვის, ხო. როივალი არის პირველი კონტენდერი და იქიდან გამომდინარე, ეხლა ვინსტრიკი აქვს რა როივალს ბოლო წაგება აქვს პანტოჟასთან რა. და ერთადერთი ის არის, რომ როივალი ფიზიკურად კამარზე აღარ უშვებენ, იმიტომ რომ ორჯერ აქვს წაგება პანტოჟასთან და ჩამოყალიბდა მოკლედ პირველ კონტენდერად, როგორც მაქს ჰოლოვეი იყო ვოლკანოვსკის ერაში რა. რომ ვოლკანოვსკისთან ავიდო და წააგებდა, წამოვიდო და წმინდავდა მე ამ კონტენდერებს და მოკლედ სადღაც ალბათ როივალსაც მესამე ტრილოგია ექნება თუ რაღაც არ შეიცვალა. პანტოჟა კაი გარა ფრანსში თუნდაც რაღაც.
და მოკლედ საინტერესო ბრძოლა იქნება. ველოდები ფეხზე ძალიან მაგარ გახურებულ ბრძოლას რა. გადავიდეთ დარიუში მოიკანო არის შემდეგი ჩაშლილი ბრძოლა რომელიც კვლავ არის. ეხლა ნახე სცენარს გეტყვი რა. ჩალსი ჩაიხსნა და იჩხუბა კიანმა წონა ვერ ჩაბა და დარიუში ჩხუბობს ეხლა. მოიკანო ისე ფაინალ ბოსთან ისე და მახაჩევმა ხო დაასაბმით აღზე რაუნდის ბოლოს კი აი პირველად წამში რასაც უნდა იმას უსავს ილია ალბათ რა პირველად წამში ხოს მორჩებაში no give me easy money not ილია კიბი ხო რა სხვათა შორის ამ ჩხუბზე ეს კაი ჩხუბია სიმართლედ ისე ვფიქრობ დარიუში კი მეც დარიუს ვფიქრობ და ესეთი ანდერდოგი ალბათ იქიდან გამომდინარე არის რომ კაი ხანია უბრალოდ არ უჩხუბია რა დარიუშს ხო და მოიკანოს რეალურად ჰაიპი მიცა ბენუა სენდენის ეგრე დამარცხება ხო რომელიც უბრალოდ შეცდომებზე კი შეცდომის გარეშე ვერ მოიგებს შენ მომეტოქემ შეცდომა თუ არა და უშვა მაგრამ შეცდომასაც გააჩნია რა შეცდომა შეიძლება დააშვებინო სხვათა შორის ახლა გადაცემაში იყო ერთ-ერთ გადაცემაში მოიკანო და მანდაც და ანუ შეურაცხყოფა მიაყენა რა ბენუა სენდენის რომ გამროც მოუკლავო იძახისა და რაღაცეებიო რა და ანუ ნახეთო მაგის ჩხუბიო რა გააკეთავ ეხა ბოლო ბრძოლა რომ მოიგო ბენუა სენდენი სადაც ძალიან დიდი ფავორიტი იყო სამიშენით რა გაიმარჯვა არ აღიარებს რა და რეალურად მაგას აწურინებს რა იდეაში ეგრე მგონია პორიესთან დამარცხდა ბენუა სენდენი ძალიან მაგარი ესე ვთქვათ სტრიგზე იყო მე მოიკანოსთან დამარცხდა დოქტორს ხა მოგება ჭირდებოდა არ არის რა მოიკანო ჩემი აზრით მაგდონის მებრძოლი როგორიც ბენუა სენდენისთან გამოჩნდა ცალი თვალი არ ქონდა ეხლა რადგანაც ბენუას შევეხეთ უბრალოდ მაგ ბრძოლაზე უნდა ვთქვა რა ცალი თვალი არ ქონდა ტიპს მეორე თვალიდან ძლივს ხედავდა სენდენი იმდენი ურტყა პირველ რაუნდში და მეორე რაუნდი მაინც მოუგო ხო ფეხზე მაგრა დაჯობა რა ის იყო რომ დოქტორ სტოფიჯიც გაჩერდა ხო მე მეორე რაუნდი რომ მორჩა უბრალოდ ვეღარ ხედავდა ფიზიკურად და მაგდო გააჩერეს მოკლედ დარიუში ძალიან მაგარი მებრძოლი არის რა გიგას გუნდელი ძალიან ისეთი გამოცდილი მებრძოლი არის და მოიკანო ნაღდად არ მიმაჩნია რა ჩემპიონობაზე საუბარი შემთხვევით მოხდა იქაც მაგრამ ტოპიც არ არის რა ჩემი აზრით რა მიაწყო უბრალოდ მოგებების სერია მესმის კარგი მებრძოლი არის უბრალოდ დარიუში უფრო მაგარი მგონია და დარიუში ანდერდოგია კარგი ანდერდოგია მაგარითან კაი ანდერდოგია ნუ ეგეც იქიდან გამომდინარე რომ კაი ხანია უბრალოდ არ უჩხუბია რა რატომ მივყვებით ესე წყალივით და არ ვეწინააღმდეგებით ერთმანეთს აი ვიცი სადღაც რაღაცა შეიძლება გამოჩნდეს აი კონტროლის ხარჯზე მგონია რომ ვერაფერს ვერ უზომს რა ისე შენ გამიკვირდა ვენს აღარ ფიქრობ ხო ფიქრობდი მაინც ვენის მოგებას როგორი რაღაცა არის იცი ვენის მოგება გამიხარდება ხო მაგრამ როივალი ტრინი როივალი გული როინი ხო ეგ არის რა ხო, მაშინ შემდეგს ესეც შემოგთავაზებ წაუგებელი მებრძოლი რომელიც იყო და ჰაუნი ბარსელოსმა გააჩერა პეიტონ ტალბოტი. ძალიან დიდი ანდერდოგ სტატუსით ხვდება ფილიპე ლიმას. წარმოგიდგინე ბარსელოსთან ჩხუბამდე ის რომ პეიტონ ტალბოტი ვინმეს რო შეხვდებოდა. ესეთი ანდერდოგი იქნება. ანუ ვაფშე ანდერდოგი იქნება. მინუს ბარსელოსთან იყო -700 მე მგონი როგორც სადღაც ეგრე იყო რა, აი ბონიკალი რო იყო, ხო იცი ფავორიტი ხო? ბრძოლებში აი ეგეთი ფავორიტი იყო რა და ტიპმა წააკო და მან გამოჩნდა როგორც რომ მოუგო პეიტონ ტალბოტს. და ვინ შეახვედრა ვისაც ძალიან კარგად ყველაზე მაგრად შეუძლია ეგ ფილიპე লিმა. მე ამ ჩხუბზე თან შევიკავ კომენტარს არის გავაკეთებ. საინტერესო პროსპექტების ჭახი არის და ერთ-ერთი მოკლედ ტალბოტმა თუ წააკო ალბათ კაი ხანი ეგ ტოპებისგან ვეღარ წავა რა. კაი. მე არ გამოვიწყავ იმას რომ ტალბოტმა ეს ბრძოლა მაგრამ მე ვფიქრობ ხო მე ვფიქრობ ვიცი რას ზოგადად წაგებული ხო უფრო მეც სწავლობს ეგრე არის და ვფიქრობ რომ ბარსელოსთან წაგებით ძალიან ბევრს ისწავლი და მინიმუმ takedown defense-ის კუთხით იმიტომ რომ ბარსელოსმა რამდენიც ცადა იმდენი გადაიყვანა მიწაზე რა და მოკლედ ვერაფერი ვერ მე მგონია რომ ლიმას გააოცებს მე მგონია რომ ლიმას თუ მოუგებს გათიშავს რა ხო მგონია მეც რომ გააოცებს ხო მაგრამ მაინც თან შევიყავ იმიტომ ტალბოტს ამ გულშემატკივრობ რა მაგრად მომწონდა როგორც მოდიოდა და ასე შემდეგ მაგრამ იყვარს შენ ეგეთი ტალბოტი პაჩიმიქსი მაგრად მიყვარს აი ბექსტეიჯიდან აგინდები პაჩიმიქსი მიდი ამაი ჩხუბე ძმა კაი ძმაო მაშინ მე პრელიმებზე გადავალ პრელიმების მეინ ივენტს გეტყვი არა ვის არის შინია შენი პრელიმები თუ არ გეშინია მაშინ ჯეკ ჰერმანსონი გრეგორი როდრიგესი მაგარი ჩხუბია ძალიან ჰერმანსონი როდრიგესი არის ალბათ
საუკეთესო ორი ტიპი ვინ შეიძლება რომ ერთმანეთს შეხვედროდნენ. აი ივენა ეგ არის რა. სტრაიკერს აი პური დასანახაობა. აი არ ვიცი, მაგრამ გრეგორი როდრიგესი არ მივასება რა. კანონიერთან ჩხუბისმენი ალბათ. არა, ისედაც არ მივასებოდა, მაგრამ კანონიერს რო ეჩხუბებოდა, მანდ მეგონა რომ მოუგებდა რა. და რო გამოვიდა საშინლად წააგო. აი ამაზე ბანძი სტამინა რო კონდე განაწილებას კანონიერი ბევრჯერ გადაურჩა. გადარჩენით გადაურჩა, მაგრამ ნახე როდრიგესი ის ტიპი არის, რო გამოდის უნდა დალეწოს რა. და თუ ვერ დალეწა, საშინლად იღლებ. ნუ იქ 5 რაუნდიანი ჩხუბი იყო გასაგებია, მაგრამ აქ სამიანი, მაგრამ ჰერმანსონს მაინც გონია რომ ითიშავს. არა. კი. ამ სტატუსები არ ვიცი როგორ არის. ხო, ანდერდოგი არის ჰერმანსონი. ანდერდოგიც უნდა იყოს. რა ზრია, ჩემოძმო, მე გავალ თუ გინდა და მარტო შენი ლაპარაკი. ესე უბრალოდ აზრია. მეც ეგ ვფიქრო. ხო, უნდა გათიშოს ეს. ჯეკ ჰერმანსონს რესპექტი, ძალიან მაგარი მებრძოლია. მართლა აი ისეთი ჩხუბია რა, UFC პური თქვენზე იყო სანახაობი ჩვენი. ხო, რა ის ზუსტად ეგაა. ეპრელიმები რა ამაც უნდა დახუროს, ეგ ხუბავს. და სხვა შორის ძალიან კაი პრელიმები გვაქვს რა, ძალიან საინტერესო. ამილი დელგადო. დელგადოს მოგება მგონია მან. კი, მე დელგადოს ვფიქრობ. იმიტომ რომ აი ეს ნულიანი, აი საშინლად სულად მეჩხირება თვალში აი ამილის რაც. და დელგადო ძალიან მაგარი არის, მართლა ძალიან მაგარი მებრძოლი არის. სხვა შორის ნუ ვფიქრობ, რომ ამ იმენზე UFC 317-ზე შესაძლოა. არ ვიცი ხარა მე რეკორდის მსგავსი თუ არსებობს სტატისტიკურად რა, მაგრამ ძალიან ბევრი ფინიში იქნება. მეც მაგას ვფიქრობ და იმედი არ გამიცრუებს იმედს. ძალიან ბევრი ფინიში იქნება. წინა ივენზე ხა ბაქოს Fight Night-ზე ძირითადად ხო decision-ები. კი, მაგრამ ის თემა იყო, რომ მაინც ასე თუ ის სანახაობრივი ბრძოლები იყო, მაგრამ სანახაობრივი იყო, მაგაში არ შეგე ერთ-ერთი საუკეთესო კარდი იყო. უბრალოდ ის იყო, რომ ხო, რა ძირითადად გადაწყვეტილებოდა. აი ეგ ექშენი აკლდა რა, ფინიშის ექშენი აკლდა. მაგრამ რა ბრძოლები იყო? მაგარი იყო ძალიან. ქალების ჩხუბებზე? ქალების მაგარი. ბრავო. ქალების ჩხუბებზე, აი ეგ ბლოგზე გადადით, ნახეთ, ეგ კადრიც იქნება. ვზივარ რა და იწება ქალების ჩხუბი და ბიჭო ხალხს უყურებ და საიდანაც მიდის, აი ყველა ერთიანად რა. მეთქი სად მიდის თქო რა, აი შეიძლება მეთქი ვიღაც მებრძოლი მოვიდა, ხო იცი მე რომ მოდიან ხო ფიზიები ან ვიღაცა თქო და მაგპონჩი მიდიან თქო და ვუყურებ რა და ყველა გადის პროსტა გარეთ რა. და მეთქი აუ იცი რა და მე დაურჩი რა სპეციალურად და სხვა შორის კაი ჩხუბი იყო ძალიან. ორივე კაი ბრძოლა იყო, კი. გადმოვერთთ ისევ დელგადო ამილზე. ხო, ფინიშებს ვფიქრობ კარდზე რომ ხო, მეც ეგრე ვფიქრობ. ესეც ფინიში მგონია დელგადოს თან იმაში არის, ასაკშია ძალიან დიდი სხვაობა და ხშირად ასაკი გადამწყვეტი არის ხოლმე რა. დელგადო 28 წლის არის, 35-ის ამილი არის. თან წყურია დელგადოს. დელგადოს წყურია ძალიან, მაგრამ 35 წლის ასაკში ეს კაი ადამიანი 11 მომზადო არის, ესეც ბევრს ნიშნავს. ხო, მაგრამ ბევრს ნიშნავს, მაგრამ 11 ბრძოლა არ არის, ცოტა 11 ბრძოლა ცოტა არის. MMA-ში ძალიან ცოტა არის 35 წლის ასაკში. მაგრამ ეგეთი არის, ისიც რუსი რო არის გამახსენე. მურზაკანო. მაგასაც ცოტა ბრძოლა აქვს, მაგრამ ვერ გამოვიდა, ვერ გათიშა. იბეირო, ხო, მაგრამ იბეირო სხვა არის, დელგადო სხვა არის. და featherweight-იც სხვა. ხო. ნუ ქალების ჩხუბი მაინც ჩააკვეტეს, ტრეის კორტესი ჩხუბობს. სასიამოვნებელი იქ. ეს კორტესი ჩხუბს სუსიამოვნებით უყურებ. ხოლმე იმდენად კარგი მებრძოლი არის. კი, აგრად იქნებს. კიდაობაც ესმის კარგი. ბრაიან ორტეგა გისმენდა. მან ამაიუნასმა ბრაიან ორტეგა. რა, მაგ ეგ ხო აღარ არიანი. როგორ არ არის? მე მახსოვს რომ აღარ იყო. მოკლედ. ბრაიან ორტეგა ან მარიამა. მოკლედ, ხო, კორტესი მგონია რომ გადაწყვეტილებით მოიგებს რა. პირდაპირ გითხრა აღარ ჩავშლი მეტად. და გადავიდეთ ნიუსებზე, ნიუსების ბლოკზე. ყველაზე მეტად რაც გიყვარს და გაინტერესებს. ხო, ჯონ ჯონსზე გვაქვს ესეთი რაღაცა რა, ნიუსი. მოდი ჯერ ესე გავხსნი ამ თემას, რომ pound for pound რეიტინგში მეორე და მესამე ადგილებს უკვე ვიკავებთ ქართველების სრულიად. კი ბატონო, მედალადო. ისე თქვი მედაში. ვიკავებთ ქართველები მედალადო. ბაქოს კარდის მერას ვიჩხუბე ულამბეკოვთ. მოკლედ მეორე ადგილზე არის მერაბ დვალიშვილი, როგორც იყო და მესამე ადგილზე ამოიწია მეოთხე ადგილიდან ილია თოფურიამ და რა არის ამის მიზეზი? აბა გითხარით ძმა. ჩემი აზრით ლოგიკურად თუ დავფიქრდებით მიზეზი შეიძლება იყოს ის რომ ვიღაცა ამოვარდა. ხო, ვიღაცა ამოვარდა. თუ აბა მილიას არ უჩხუბია. თან მე მგონი heavyweight მე მგონი ჩემპიონი სხვა არის. ვინ გახდა? undisputed ჩემპიონი გახდა ტომას სპინალი, რომელმაც დაგვირეკა. ჯონსი წავიდა? ჯონსმა დამირეკა.
ბაქოს პრესკონფერენცია რო იყო დამირეკა და მითხრა ესეთი რაღაცა, რომ უბრალოდ ბაქოს პრესკონფერენცია წინა ღამით მითხრა რა. ხო, რო ჩავედი მითხრა. ჩემპიონში ვარ სასტუმროში რაღაცა და მირეკავს და მოკლედ მე ასპინალს აღარ ვეჩხუბებიო, მოკლედ კარიერას ვამთავრებ რა და დანას უთხარიო? გოუთად მივდივარო და დანას გააგებინეო, მანდოე არისო რა, ეგეც ბაქოში არის ჩამოსულიო და რაღაცაო, ვერ ურეკაო რა. აი ხო და ბაქოს პრესკონფერენცია მორჩა რა ივენთი მოკლედ და ეს პრესკონფერენცია რაღაცა ვზივართ მოკლედ და დანას გადაუძახე რომ მეთქი ეს და ეს რაღაცა თქო და დანამ გამოაცხადა მე მოკლედ რომ ჯონ ჯონსი ოფიციალურად მეგობრებო ოფიციალურად ჯონ ჯონსმა კარიერა დაამთავრა და უპირობო ჩემპიონი გახდა ტომას პინალი. ძიმე წონის. თქვა, მივიდა, ნახა. ხო და გააკეთა. და გააკეთა სპინალი. ვენ ვიდიო და მე ვიციო, ხო, ვიცი. ხო და ვიღაცა იხსახრჩობს. იხვა გილიოტენით დაჭერილი ვიღაცას ბექსტეიჯზე და რას ფიქრობ მოკლედ ახლა ცოტა სერიოზულად რო რა უნდა ვთქვა რა სწორი გადაწყვეტილება მიიღო ჯონსმა რომ ფულზე წინ ლეგასი დააყენა თავისი იმიტომ რომ ხა არც მე არ გამიხარდებოდა და მე სიამოვნებოდა ინა ბეგვი და შეურაცხყოფილი ჯონსის ნახვა ოქტაგონზე იცი რა ხო რა ის არის რომ ძალიან დიდი ჭხუბი წაგვართვა ზოგადად მაყურებლებს MMA-ის ფანებს თუმცა ის არის რომ სწორად მოიქცა ჯონსი უბრალოდ ერთ-ერთი არასწორი საქციელი რაც იყო არის ის რომ გაყინა დივიზიონი 1 წლით მიოჩიჩთან ბრძოლამდეც ტომას პინალს უნდა შეხვედრო და აუცილებლად რა და ნერვებზე მირტყავს უკვე იხוי არ ნებდება და მოკლედ არ თაფავს იცი რა თემა არის ხო ჯონსი სწორად მოიქცა თავის ლოგიკით რო შეხედო ეხა არ არის რა ჯონსი ნამდვილი მძიმე წონოსანი რა რეალურად და ტომას პინალი პირიქით ისეთი მძიმე წონოსანია რომელიც ფიზიკურად ქვევით ვერ ჩავა რა არის ძალიან ჩქარი ახალგაზრდა მაგრად იქნევს მაგარი გრეპლერი არის ჯონსი ვისაც ხვდებოდა ყოველთვის ამ გრეპლინგში და მახჩობელებში ყოველთვის უპირატესობა ჰქონდა მაგრად უკეთებდა ყველას ასე შემდეგ ცოტა ბინძური მებრძოლიც იყო და მაგას მიხვდა რომ ასპინალს ვერ გაუკეთებდა ნუ რასაც ვერ უნახავთ იმის არც უნდა გჯეროდეს რეალურად მაგრამ ესე ფურცელზე ეგ არის რომ ტომას პინალს ვერ გაუკეთებდა მაგას მოკლედ და ნოკაუტით და ეს დამცირებულად წასვლას და ამ ერთიანის ჩაწერას არჩია რომ წასულიყო და რატომ ესე გვიან მე მაგ ეგეთი მოსაზრება ასე ვთქვათ რომ ფულზე შეთანხმდნენ ინფორმაციაც იყო რომ მედისონ სკვერ გარდენზე დეკემბერში უნდა ეჩხუბათ თან დეინა იძახდა რომ ხდება რა აშკარად ანუ ეს ფულის და კომპენსაციის გავლილი იყო ჯონსთან შეთანხმებულები იყვნენ უბრალოდ ჯონსი სავარაუდოდ ვარჯიში რო დაიწყო მიხვდა რომ საკმაოდ დაბერდა და ასპინალთან შანსი არ ჰქონდა სავარაუდოდ 1-2 მოარტყეს სპარინგზეც და ესეთი ასპინალმა რომ მომარტყასო აზრი აღარა აქვს და ჩემ წაგებას ჯობია რომ დაუმარცხებლად წავიდეო თუმცა ან კიდე მოწია და დააპოლა და და სამაგიეროდ შარს არიკლებს ეგ კაცი მოკლედ სასამართლოები კვლავ შეიძლება ისევ დაიჭირონ შეებრუნონ ციხეში უკრან თავი და დენა მეგრე ხო და როწავიდა გაუბაზრა თებერვლის ამბა და რა ამბავი ანუ ძალიან ისეთი რა არ მინდა რა ჯონს მოკლედ ისევ ედავებიან მოკლედ რა და აბრალებენ ძმა ხო აბრალებენ არ არის ნახდია იქ რა ხანცოლსემს მაგას აბრალებენ და გამოდი ძმაო გასპინალს ეჩხუბე თუ ცემა გინდა ვიღაცის ეგრე გადაამონტაჟეს რო ვითომ ცემს თუ იმფერება მოკლედ ჯონ ჯონს ერთს ვიტყვი იმას რომ ჩემთვის ნამდვილად MMA-ის სამყაროში MMA-ის ისტორიაში ჩემთვის ამჟამად არის პირველი რა მართლა ძალიან ბევრი კამერის დაცვით ძალიან დიდი და სახელოვანი კარიერა ჰქონდა ჯონს ძალიან მაგარი მებრძოლი არის და უბრალოდ დააგვიანა წასვლა. ოღონდ ისე კი არა რომ აი აგვიანებენ მებრძოლები და ხვდებათ მერე და აგებენ როგორც ანდერსონ სილვა იყო რა, არა. დააგვიანა უბრალოდ იმიტომ რომ არა კაცურად გაყინა დივიზიონი რა და სპინალს ახალგაზრდას აი წარმოიდგინე ჯონსი 23 ჯონსის აქციაში არა კაცური მარტო დივიზიონის გაყინვა დაინა ერთ-ერთი MMA-ზე რო ვისაუბროთ რა ანუ წარმოიდგინე ხარ ჯონ ჯონსი 23-24 წლის ასაკში როდესაც აი ესეთი მაგარი მებრძოლი არის და ვიღაცა მოსული არის აი ბებერი არის წონის ჩემპიონი და არაჩხუბებენ რა, ანუ არ მინდაო და ეს ინტერიმია, ეს ცალკე იცავს კამარს, ის იქით იცავს კამარს, ვიღაცა ბებრებთან ცალკე და მოკლედ რა არ იყო სწორი და სწორად მოხდა ისიც რომ ჯონსმა დათმო სადღაც კამარი და ეგეც რომ მომხდარიყო რა.
ამიტომ მოკლედ გაიმარჯვა იხმა. ამიტომ ტომას პინალი ძალიან მაგარი ჩემპიონი იქნება. შეიძლება ერთ დღეს ჯონსზე ვითაც დადგეს მძიმე წონასნებში. ნუ მძიმე წონას მარტო ჰევის არ გულისხმობ, ლაით ჰევისაც გულისხმობ. და მგონია რომ ერთ-ერთი გოუთად ჩამოყალიბდება და ჩემი აზრით აი ეს იქნება ასპინალის ეს დაკარგული დრო იქნება ის რომ ალბათ წელიწადში სამჯერ ჩხუბს და ამოიღებს ამ დაკარგულს. რეალურად კონტენდერი აღარ ყავს ახლა მძიმე წონაში. ხო, კონტენდერი აღარ ყავს, იმიტომ რომ ვინც შეიძლება და ყველა დაიცვა, ყველასთან დაიცვა კამარი, ან ვისთან არ დაიცვა, გაიარა მანამდე. მერაბის ვარიანტი არის ოღონდ მძიმე წონაში რა. მაგრამ ჟაილტონ ალმეიდა შეიძლება ხო იწევს სირილგანთან ხო სირილგანთან ჩხუბი ალბათ 90% ჩაინიშნება ოფიციალურად და პირველი დაცვა ალბათ ასპინალს სირილგანთან იქნება რომელსაც მოკლავს ალბათ რა. ხო სირილგანს მოუგებს მარტივად რაც ეგრე ვფიქრა. მithumetes იმას რო ეჩხუბა განი გამახსენს სულ მოიწყდება ის გვარი არა სირილგანი ვისა ჩხუბა ბოლოს რუსი არის აპალოვიც არა ჩამოგაზიე არა ნაცნავები აქვს იმას ვოლკო აი მაგასთან შეტენეს მოკლედ მოგება სირილგანს და თვითონაც იცოდა რომ შეტენეს თან და მოკლედ არ არის რა იგი მებრძოლი საჩემპიონო კაცი ინტერი მიიღო ხო როგორც ხასოს ინტერი მიიღო რა ლუისთან კი მაგრამ განუსთან არა ორჯერ იჩხუბა კამერი არ ქონია სირილგანს მოკლედ განუს დაბუნებასაც განიხილავდნენ მაგრამ განუს ალბათ ნავითი არ დააბრუნებს და ნუ საბოლოო ჯამში კარგი ის მოხდა რომ გაცოცხლდება მძიმე წონა ხო მოტივაცია ექნებოდ რაღაც მოდი ახლა უშუალოდ ქართულზე გადავიდეთ ილია თოფურელაძე რომელიც არიელ ჰელოვანისთან იყო პოდკასტში და ძალიან ბევრი საინტერესო რაღაცები თქვა რა Thanks for me მოკლედ ძალიან ბევრი საინტერესო რაღაც თქვა მახაჩევსაც ასე თუ ისე წაკრაკბილი სხვა მხრიდან უტევს ახლა უკვე რომ რატო გაგვიტრაკე რა გინდა ახლა იხი უკვე twins ტყნავს ხო თუ დავად ხო და მოკლედ ილიამ ისაუბრა სხვა მხრიდან უტევს უკვე როგორც თქვით ისლამ ახაჩევს რომ დაღესტანში არ უყურებენ მაგ კაცის ჩხუბებს რა ძინავთ და დილით ნახულობენ თან და რესპექტა რა არ გაქცეულაო რეალურად ხო არ ველოდიო რომ ეგრე მოიქცევა და როგორც მოიქცევა არ გაქცეულაო ავიდაო გასაგები არის რომ წონის კლება დაეზარაო ეზარება უკვე და წავიდაო მეორე ქამის მოსაპობოთ რატო არაო და სხვა შეს დაღესტანელების ფაითერს პეიჯი რო არის ხო იცი აი რომ გვეზიზღება ყველას და ჭის რო გვაქვს დაგნარი სულ მაგათ ეწეათ რომ აუ იმე ილიასგან ეს როგორ წამოვიდა ეს სიტყვები არ ველოდი და რას არ ველოდი მეთქი შეჩემა ანუ რა არის ისეთი რო არ ველოდი ხო ანუ ილიასგან სად დაგინახავს რომ არასწორს იძახს რაღაცას რა ანუ არასწორს ლაპარაკობს ეგ ადამიანი სწორი ხო რა უბრალოდ ის არის რომ წარე ენა აქვს რა წარე ენა აქვს და წარედ მაგიტოა იქ სადაც არის ეხლა კი ზუსტად პირველი სუპერსტარი არის მithumetes ჯონ ჯონსი სუპერსტარად აღარ მოიაზრებოდა ბოლოსკენ მაგრამ ამერიკელებისთვის ეგრე იყო და სუპერსტარი ახლა თან ჯერ კიდევ ამომავალი არის რა ეგ ყველაზე კიდე სხვათა შორის ერთი ის არის რომ ორგანიზაცია ამერიკულია რა თქმა უნდა ამერიკელებით ყველაზე მეტი მებრძოლი ამერიკა ბრაზილია არის და არც ერთი амерიკელი ჩემპიონი აღარ ყავს კავკასიელები არის დახუნძებული და ბრაზილია და ერთი ავსტრალია გვაქვს ხო ჯეკ დელა მადალენა ორი ავსტრალიელი ყავს მადალენა და ვოლკანოვსკი და მოკლედ ჯონსი რაც მოღვაწეობდა მაგ პერიოდში მინიმუმ არ ყოფილა ეგეთი პერიოდი რომ არ ყოფილიყოს ამერიკელი ჩემპიონი როგორ არ ყავს ამერიკელი ჩემპიონი კაილა ჰარისონი კაცებს ვიძახი კაცებს ვიძახი ეგ დამოვიწყე რომ მეთქვა კაცებს გულისხმობ თქო კაილა ჰარისონი კი ბატონო ხო და მოკლედ ეს ძიმე დრო უდგას დროება უდგას რა ძიმე დროება დაგვიგება ჩვენც მეგობრებო ლოგს თუ არ დააფასებთ ბაქოს ლოგს უყურეთ აუცილებლად კიდევ ერთხელ დასაწყისში თქვით შუაშიც ვახსენეთ ეგ ლოგი და აუცილებლად ნახეთ ბევრია ნაწვალები კი და იმ კეპს რომელიც ვიდეოში უკეთია სამხარას გავათამაშებთ 1000 ლაიქს კი ხო გიგეთია კეპი ვიდეოში კი მიგეთია მომენტებში როგორ გაცდეს იმიტომ მაინც გასათამაშებელია ხო რა ისე გავიკეთე რა UFC-ზე ნამყოფი კეპი არის ნასწორად ოქტაგონზე ნამყოფი კეპი აუ მართლა აი იქაც ვიძახი რა ვიდეოში და MMA-ის ვისაც ოდნავ მაინც მოგწონთ რა აი ვისაც საშუალება გექნებათ აუცილებლად აი სადაც მოგიხერხდებათ ბაქო იყო ეხა ყველაზე ისეთი რეალური მაგრამ
აბუ-დაბი ან ნებისმიერ სადაც ჩატარდება მოკლედ ივენთი ყველანაირად ეცადეთ რომ წახვიდეთ და ისეთ სიამოვნებას მიიღებთ რომ აი არ ვიცი რა ეს კაცი просто პირადი მიზეზების გამო ვერ წამოვიდა რა იქ ვიდეოში თქვით მე და საბა და აუცილებლად ანუ ეს არ არის ერთჯერადი და სანამ ამერიკის ვიზები გვექნება ჩემო ძმაო იქამდე მოკლედ ივენთებზე ბევრს დავგეგმავთ ეხლა ვერ შეგპირდებით რომ ყოველ კვირას ვივლით მაგრამ ანუ იქნება რა ძალიან ბევრი ვედი იქნება მოკლედ და იქნება მედია აკრედიტაციაც მოვიპოვოთ შეგა და დავუსვათ კითხვები რა ნუ ჯონსი შენგეყავს ჩემიანია ჯონს გადაურეკა მაგრამ ეხლა იმდენად ცუდად წავიდა იქ კაი კაცი რომ ცოტა ხოდები აღარ მაქვს რა დანასთანო ვაწყენინეო და იქნება რაღაცა მე იქნება ყველაფერი იქნება მოგეთ გავედით ბოლოში ჩემო ძმაო გავედით ისე რომ ჯერ დაუკრეფოში არ გადავსულ ხო დაუკრეფოში არ გადავსულვარ ჯერ ფეხბურთზეც ჯერ რა დაგვიწყია ლაპარაკი მაგრამ რაღაცა იქნება რა მოგეთ ველოდებით კარგ ფინიშებით როგორც ლადონ თქვა მეც ეგეთი სურვილი მაქვს ყოველ შემთხვევაში რომ ფინიშები დახუნძული იყოს კარდი და რა თქმა უნდა პირველი ორი კამარის მე პატრონე ქართველი ბატონ პატრონი რომ გახდება იმედი გვაქვს და მოდი ჯერ სანამ 100% არ იქნება იმედი გვაქვს თქვათ რა მაინც ფორმალობა შევინახოთ ხო ფორმალობა და თან ხო ხდება ეგეც და რაღაც თუ რაღაცა არსებობს თვალი და რაღაცა არ იცის ჩვენს მოკლედ დროებით და შევხვდებით უკვე ივლისში. შემდეგი შაბათი ივლისი გვიწევს უკვე და ჩვენს გემშვიდობებით და იხვით საწყალი. ივლისი. და იხვით საწყალი იხვით. აჰა, ნახვამდის.